უკვე აღარ შეიძლება სამხედრო კონფლიქტის რისკის გამორიცხვა ევროკავშირის ქვეყნებს და რუსეთს შორის, რადგან ბრიუსელის პოლიტიკა ირაციონალურია, ხოლო ევროპაში ატმოსფერო აგრესიულია. განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლუქსემბურგიდან ფერნარ კარტაიზერმა. სხვა ფაქტორებთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული პოლიტიკის ხასიათი არარაციონალურია და ატმოსფერო აგრესიული, რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის რისკის გამორიცხვა სამწუხაროდ უკვე აღარ შეიძლება, განაცხადა კარტაიზერმა მედიასთან ინტერვიუში. აქსიოსის ცნობით მოძრაობა მაგას მომხრეებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, დაგმეს უკრაინის არმიის ტერაქტი რუსეთში. მოძრაობა მაგას მომხრეებმა, რომლებიც დონალდ ტრამპს უჭერენ მხარს, მკაცრად დაგმეს 1 ივნისს რუსულ აეროდრომებზე შეტევა. მათი აზრით, კიევის მოქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართოს. შეტევა განზრახ იყო ორგანიზებული ამერიკის მესამე მსოფლიო ომში ჩასათრევად, წერს აქსიოსი ამერიკელ ბლოგერზე როგან ოჰენდილზე დაყრდნობით. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა დენ კოლდუელმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი უნდა დისტანცირდეს მსგავსი ინციდენტებისგან და შეწყვიტოს ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს ყოველთვის არ ეთანხმება. ჩვენ გვაქვს უთანხმოებები, თქვა მან. მე ყველაფერს ვეთანხმები, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებ. გულისხმობ იმას, რომ ბევრ რამეს ვეთანხმები იქიდან, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, მაგრამ უთანხმოებებიც გვაქვს. არსებობს რაღაცეები, რასაც მე ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე ინტერვიუში ლაპარაკი მიჭირს. მაშინ ეს უთანხმოების საბაბი ხდება. მე ვარდები რთულ მდგომარეობაში, როცა თითქოს არც მინდა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ არც ის მინდა, რომ ყველაფერზე ავიღო პასუხისმგებლობა, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, თქვა მასკმა. ვლადიმერ პუტინმა ოლიგარქიას თავი მოჰკვეთა, ამიტომ ზულს ის დასავლეს, თქვა ტაკერ კარლსონმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელთან მაიკ პენსთან საუბარში. მთელი არსი იმისა, რაზეც ჩვენთან არასოდეს არავინ ლაპარაკობს, ესაა პუტინის გადაწყვეტილება თავი მოეკვეთა ოლიგარქიისთვის, აი რატომ ზულს ის დასავლეს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ მან ეს ოლიგარქები საკუთარ სამსახურში ჩააყენა და არა გარე ძალის. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში რუსული ეკონომიკა აღდგა, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ალკოჰოლიზმის დონე შემცირდა და ქვეყანა გახდა შესანიშნავი. ოლიგარქია თავიდანვე არ ემსახურებოდა რუსეთს, აი რაშია საქმის არსი. და აბსურდის პიკია, როდესაც ამერიკაში დგება ეს საკითხი, ვიღაც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან იტყვის. იმის გათვალისწინებით, რაც პუტინს დაემართა, უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ Deep State ტრამპისგან, რომ Deep State-მა გადაგვარჩინოს ჩვენ. ესაა პირდაპირი ციტატა. გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი ამბობს, რომ ბრიტანეთს და ევროპას უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის ეშინიათ. როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი პირველად ალაპარაკდა ჯარების გაგზავნაზე ან მსურველთა კოალიციის შექმნაზე, იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებიც თემაში მეტნაკლებად ერკვევიან, ეს საკმაოდ სკეპტიკურად აღიქვა. ახლა სიტუაცია შეიცვალა, როგორც მე მესმის, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადების შინაარსი ისაა, რომ ძალიან სახიფათოა, ამიტომ დიდი ალბათობით ჩვენი მონაწილეობა შემოიფარგლება უკრაინელი სამხედროების გაწვრთნით, შორს ფრონტის ხაზიდან. რეალობა ასეთია. მე არ ვფიქრობ, რომ ბრიტანეთი ან ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა სერიოზულად განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. მათ ძალიან ეშინიათ ვლადიმერ პუტინის, მეტიც მათ ამის რესურსი უბრალოდ არ აქვთ. დიდ ბრიტანეთს არ აქვს შესაძლებლობა უკრაინაში 1000 ჯარისკაცი გააგზავნოს. ეს უბრალოდ არარეალისტურია. რუსეთის პრეზიდენტი უკვე დაემუქრა, რომ დაარტყამს ნატოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჯარს შეიყვანს. დარწმუნებული ვარ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც სტრამერმა ამ საკითხზე პოზიცია შეცვალა, ამბობს რიჩარდ კემპი. გერმანული ბილდი წერს, რომ ზელენსკისთვის მიმდინარე კვირა მარცხით დასრულდა. გამოცემამ დათვალა გასულ კვირაში ზელენსკის ყველა წარუმატებლობა. ბერლინში ზელენსკიმ უარი მიიღო კანცლერ მერცისგან და ვერ მიაღწია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტაურუსის გადაცემას. იმავდროულად რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურად მიიწევს წინ. ზაფხულის შეტევა რუსეთისთვის წარმატებული აღმოჩნდა. დონეცკის, ხარკოვის და სუმის ოლქებში რუსული არმია მტკიცედ მიიწევს წინ.
7 დღის განმავლობაში მათ ხელში ჩაიგდეს 18 უკრაინული დასახლებული პუნქტი, თითქმის 200 კვადრატული კილომეტრი წერს ბილდი და აღნიშნავს, რომ ზელენსკისთვის განსაკუთრებით მძიმე ვითარება იქმნება სუმის ოლქში, სადაც რუსული არმია შეტევაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ბრძანა, რომ სუმში შექმნილიყო ბუფერული ზონა. ექსპერტების აზრით, უკრაინას ახლა ამ წინსვლის შეჩერება არ შეუძლია. მიზეზი არის პირადი შემადგენლობის მწვავე დეფიციტი, კერძოდ რუსეთის რიცხოვნული უპირატესობა ქვეით ძალებში, სულ უფრო საგრძნობი ხდება ბრძოლის ველზე. უკეთესი ვითარება არც ხარკოვის ოლქშია, სადაც რუსულმა ძალებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს პირველი სოფელი პუტინის ეგრეთ წოდებული ბუფერული ბრძანების შემდეგ, თუმცა ყველაზე სწრაფად რუსეთი წინ მიიწევს დონეცკის ოლქში. ბილდი ასკვნის, რომ რუსული არმია უტევს უკრაინის არმიის პოზიციებს ფრონტის თითქმის მთელ 500 კილომეტრიან ხაზზე. სამხრეთით ისინი ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან 2 კილომეტრში არიან, ცენტრში 3 კილომეტრში დნეპროპეტროვსკისგან, ხოლო ჩრდილოეთით ხარკოვისგან სულ რაღაც 1 კილომეტრში. იმის გათვალისწინებით, რომ მტრულ მედია საშუალებები რუსული არმიის წარმატებებს მაქსიმალურად არ ემჩნევენ, უკრაინული არმიის რეალური სიტუაცია, როგორც ჩანს, კიდევ უფრო კრიტიკულია.